იცი? ო. შეიძლება რადგინა გადაცემაში გამოჩენ. იცი მამარული ვიჭიყარ ესე. ჩართე. მოგესალმებით. აჰა, და კლაპი მიცა სიმონ, YouTube-ი რო დახურო კლაპად იმუშავა. მოკლედ მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ გადაცემაში ყავს სტუმრად დავით ლაბაძე ჯუნიორი. ხო, დავით ლაბაძე ჯუნიორი. მოდი უმცროსი, ესე ვიდეო. დავით ლაბაძე უმცროსი ვინ წინა გადაცემას ნომერი უყურებთ? ხო, ნომერი 2. ნუ აი, არ დავნომროთ კაცს მაინც. არ ვიგნა. მეორე სერია. ბევრს გაეხარდება მაგან. ეს დანომრა, ისე ჯობია რომ უმცროსი. ხო და ვისაც არ გიყურებიათ წინა გადაცემა, აგერ ამოგვინათებენ და გადადით და ნახეთ. ეგ შეგიძლია? რავი, კამერა ვერ ჩათეთ 45 წუთია ზახურავდეთ გავარ. ეს ამონათება იცის მომაძგავ. ლაზარი არა. იციან, კაცო, იციან. მოკლედ დღეს ნინი სამოჭერი. ბიჭო, კნატონან გამოგვიგზავნა თავისი გოჭი. აბიჭებო, ჩვენ სახელზე ვარხსო, პროსტა 265 ლარი გადაიხადეთ. 265 ლარი უნდა გადაიხადეთ. მოგესალმებით ტელე და YouTube მოყოლ ოიმებს მზიმი. მოკლედ კონთვის გვაქვს ერთი კარგი სიახლე, ფეხბურთის მოყვარულები, ბევრი ხართ ახლა კი ვიცი მე და ბიჭებმა გევიჭირვეთ ისევე კაპიკი დავაწებეთ და დღეს კი არა და 15 ნოემბერს რა გვაქვს 15 ნოემბრისთვის? ამეიგე ხმაში 15 საქართველოს ესპანეთის მატჩზე გვაქვს ორი ბილეთი, გვეყოლება ერთი გამარჯვებული, რომელიც მიიღებს ამ ორ ბილეთს. თქვენი ფუნქცია არის პატარა გადაიტვირთეთ ახლა და subscribe ღილაკს დაგვიჭირეთ ხელი და დაგვიწერეთ კომენტარები. რენდომის პრინციპით რენდომაიზერით ავარჩევთ გამარჯვებულს. გახსენი. მოტანია ნად. გახსენი. ნახოთ აბა რები. ნუ რასუნი რო გამოვაღე რასუნი ამოვარდა. უშენ შემოგვიდეს. ოჰოჰოჰო. მოიცა ესეთ გადავხსნათ. აბოშ, ეგ გადადე ესენი. შეგინაცვალე შოთის პური ცოტა გვერდზე. ნუდიერად მოეპყრობი რა თუ შეიძლება. სანამ ჭამას მაატდება, შეაწყელეთ მაკარონები, არხი გამოიწერეთ. ცოტა აქ ლაპარაკი აქით. ხო, თორე ვერავინ ვერაფერს ვერ გააჩნია. კარგად მოკალათდით. ნახე, მოკლედ სხვათა შორის. დაუჯექით. ტექნიკაზე კი ეთყობა რომ ახალი დამწყებები ხართ, მაგრამ საჭმელზე არ ეთყობა დამწყებები. მაინც ეს იმერლობა, პაკაზუხობა რა. კამერას არ ყიდულობენ და ორი კამერის მასში გოჭიას გადახნა. კამერა რა საჭიროა ზოგადად. ორი კამერა რა საჭირო გოჭის. ისე მაგას ახლა უკვირდი, მართალი. მაინც შენ რა გირჩევნოდა ახლა რომ მოხვიდოდი გადა. აი კამერა და ერთი წელი ხაჭაპა. სხვათა შორის წინა გადაცემაში დამოვიწყდა თქმა, მე ძალიან დიდი კავშირი მაქვს წყალტუბოსთან. ნათლია მყავს წყალტუბოელი. გაიგე? ვისაუბროთ ვერა იმის. კულისებში. გადაცემის შემდეგ ვისაუბროთ? დიახ. მოკლედ რა მაჭამი რა. აი, სავი რამდენ? დამაყუდე რა. გოჭი, ქათამი. ეს რა, მჟავიშა. მჟავი. ბატონო გესიამოვნებათ გუშინდელი ნაკეიფარი. კი ბატონო ცოტა პახბელიაზე რა ბატონო მჟავის ასოტი, ტყემალი. ეს მეორე რაღაც, სავის საწებელი. საწებელი. უჭმაჭი, კაროჩე, სოკო. ნუ საკაიფო რაღაცაა რა ეს როგორც მიხეს. გახსენი რა ბანა, სოკოც გახსენი, გეც გახსენი. ეს როგორც თქვეს 10 პერსონაჟია გაცილი, მაგრამ მგონი 3 მოვერები. რა არის, იცი? შენ რო წახვიდე მე და ესეც მოვერები. არა და მექსიკური კარტოფილი რატო ჩამიყვეხეს ამ ქართულ მაინც ქართულ ჭადი ყველი ხაჭაპური. წმინდა მექსიკური კარტოფილი. აიცა ახლა პატარა. შენ რა გონია რომ ეს სად არის შემწვარი? მექსიკაში. დუხოკაში. ოპა, შიქში მოგევლი ჭონია. გაიხსნა. პირველი რომ მე დავისხი პრეტენზია ხო არა. გაზიანს მე არ ვეტანები მაინდა-მაინც. ამაგიტოა ეს წვენი? აჰა. გაზიანს და იაგერს ხო ეტანები? იაგერი არა, ეგ არის სახში გაკეთებული. სახლის იაგერი. სახლის იაგერი. წყალტუბოს წყალი და სახლის იაგერი. ეს წყალტუბოშია გაკეთებული და წყალტუბოს წყალით ამოდის. ამოდის. რაც მამამ არ მოყვაშვილს ხო არ გამოვტყუოთ, ჰა? რაღაცეებს მოგიყვებით, თქონთ კარგად თუ გადაიხდით. რასაც უყურებ, ყარაპრის გადამყდელები თქვენ არა. არა ძმაო, არა. ჭამა მინდა, მაგრამ არ ვიცი რა ვჭამო. ბიჭო რა არის, იცი რა? ეს თორცე ფეიხოსა. მართლა? აბა. უიმედე და. მაგრამ ბიჭი. ვერ დავლო, მუშაობ დღეს. რა, ყველა მუშაობ, ძმაო, დღეს შაბათი. გადავიდეთ რა მთავარზე. გადავიდეთ, გოჭი ხო? აი გოჭი. ეგ ხათამი არ გვინდა გაც. ერთი წამი როგორც ის ქართველებმა ვიცი თავარი ხო იცი რაც არის? ბიჭო, კაია. ეს ახლა აუხსნათ მაყურებელს მამაპაპურად ვიმცა და ხელთ მაგით ამიჭამ. დაი დანაცარა ვარ. ხო იყო, ვიღა მე ნახე და. აუ, ნახე. ბიჭო, ლადეც იგი. მოკლედ, გემო კი აქვს ძალიან კაი, ბიჭო, მაგრამ გაპარსვა დავიწყებიათ. მოდი ჩანგლით. ნახე, არ ვიცი ეთყვა თუ არა. ანუ
გემო კარგია, შემწვარი კარგია, ხმას კარგია, პიცკინის ხმა, მაგრამ ღორს ეპილაცია დაკლებია პატარა. თქვენ ამას. მოგერიდება. გაძიზგნენი. ბიჭო, ესეც არ არის კარგად გაპარსული და მე მგონი რაღაც თავის კოტა აქვს ეგეთი რა. არ პარსავენ. არ პარსავენ, რა. ბუნებრიობას ანიჭებენ უპირატესობას. ხო. ან გონია თუ თვითონ უნდა გაიპარსონ ადვილი. სიკვდილის წინ, როგორც ეგან აღნიშნე. ო, მაგარია. გაია. არა, ბიჭო. ესეც არ არის გაპარსული რაღაცა. წვეთში რაღაც პონდი არის ალბათ. კანი გაიამა ხორცაც დაუშვი გასო. ანუ რა ვიცი, რა გეთრას. მე ახლა თვითონ გოჩს 10 ხული შევაფასებდი პატარა ბეჭვის ნაკლებობას რო განისტიდეს. ქოსაროი. შეიძლება იქნება მოვწიჯო. გამოძაღებია ქოსა გოჩი. ბიჭო, შაურმას რო იძახე ციტაის გარეშე. გოჩი. აი, ან მეტად გაპარსული. ხო არის მეტი მაიონეზი. ექსტრა ბიკინით, რა ვიცი. არა, კაია. დიდას ვთორ კაია. გოჩიც კაი არის. ქათამიც წეგან სანამ კადრი შეერთებოდა ნახე კარგი არის. მაგრამ ბიჭო, მართლა ერთ-ერთი არ არის გაპარსული თო. შეიძლება ალბათ კომერციული მიზნები რომ მიენიჭას. ეს თავი აწრებენ გაპარსვას. თავისი ნიშა რო. წარმოიდგინე რა, დღეში უნდა გააკეთონ 500 გოჭი შეწვა. ხო. ხო? წარგი გაზის. ანუ ჩვენები ხსახში რო ურეკეთებდია ჩვენ ბრიტვით რო ვარსავით. ой. ეს ბრიტვის დრო აღარ აქვს და შეტრუსეს რა პროსტო. მე ამასთან როგორ ხარ ის ზოგადად? ძალიან ცუდად. ძალიან ცუდად. უჭმელობის გეტყობა ის ჩემი არის. მე გვარში მაქვს რო აჭამა. ბიძა ჩემი წყვება ხოლმე ხშირად რა. თავიდან ლაბაძეები რო ვიბადებდით გვასწავლიან იმას რომ საჭმლის დატოვება თეფში არის ცოდვა. არ შეიძლება. რო იქ ვიღაც აფრიკაში ვიღაცა ხალხი შიმშილობს. და შენ აქ რაღაცას ამის საჭმელი რა. მე ჭავ ხოლმე სულ აფრიკაზე ვიფიქრე. თან მეორეც არის რა. იმას ხო ბოლომდე ჭავდა. კიდე რო არ მოასუფთავო მე რეგიონებიან რომ ლამაზი ცოლი არ გეყოლებეო. ფაქტი ყველანაირ წნეხში გაქცევენ რომ გამხდარი და ლამაზი არის. გიგი შენ რაღაცა წნეხი არ ქონდა. ეს კარტოფილი ძალიან ისე იყურება რა. გალახული. ნახე წინა ვიდეო რაც დავდეთ. აი თქვენთან რო ვიყავით, ვიღაცამ დაწერა კომენტარებში, რომ ეს ბიჭიცო, მე მგონიო, როგორც ვატყობო, მოსავწევიო, ვაშკარად გადაცემაში. იმას, კონდა. კაცებში. უუსრულეთ. რა, რიცი? ეგ არ არის ჩემი კომპეტენცია. ეგ არის გადაცემის პროდიუსერის და იმ 4 ადამიანის კომპეტენცია, რომელიც იგზის და კალბატონის სალომის. თუ ყოფილა ოდესმე შემოთავაზე, ან რა განხილო, ან რაღაცა ეგეთი. ბიჭო, 1-2 ჯერ ბიძა ჩემმა თქვა, რომ ხო არო, მაგრამ მაინც საშიშროება არის, რომ ისეთი რაღაცები არ მოყვე, რასაც ჯაფარა დატოვებს და ბიძა ჩემს არ გაეხარდა. ამიტომ ალბათ უახლოეს მომავალში. არ ვიცი თვითონ როგორ გადაწყვეტა, მე ხო იცი ისეთ ღია ვარ ყველანაირ სიტუაციაზე რა. არანაირი პრობლემა არა. ანუ მიხვალ ჩაოლებრივად რა. თუ დამიძახეს ჩაოლებრივად მივა. მოდი მიმართოთ მაშინ ჩვენ გამომწერებს რა. გადადით კაცების გვერდს დაუწერეთ რა. ჰეშტეგი. დათო ლაბაძე ჯუნიორი. ოდიში მეორე ეს რა იყო? უმცროსი. არ ბიჭო რა არის იცი? უმცროსი. კაცები. არ მიყვარს რა ეს ინგლისური ტერმინოლოგია რო ვაკვირდები, აი 90 რაღაც საბჭოთა კავშირის პერიოდ ჩანაწერებს რო გადახედო, ხო ზუსტად აი ჩვენ როგორც ინგლისური სლენგებით ლაპარაკობთ, ისინი ლაპარაკობდნენ რუსული. ხო და მაგიტო დავაწოდეთ ცოტა რო უხსევდნენ, რა ხო დათო გალობლიშვილი რაღაცა ერად რა. აი ეგ იყო მოდაში, რა ხა ჩვენ რაღაცა ჯუნიორი და არა. დღეს ახლა დითაობაში არის. მაგრამ ახლა ჩვენ დავიწყეთ ინგლისურით. მე ვაწვევი ქართულს. თან პატრიოტული გამოვიდა, თან არც ერთი სხვა ენა არ ვიცი. ამიტომ ძალიანაც რომ მინდოდა. ჩვენს მაგიტო ქვია ვაიბები რა. ხო, ვაიბები. ხო, არა რაღაცა აორდონეს გაჩავე ხა, ვერ ვიტყვი რომ რაღაც. ყვაშურის ბევრ ევროპულ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. და არც ერთხელ არ გამჭიროებია კომუნიკაცია. ხელი ფეხი. ხელი ფეხი, სახე, ენა. უნებრივად არა. რაღაცა ეხა რაღაცა დონე ინგლისური კი ვიცი, ხა თლად ისე არა ვარ. აროჩე ეგი? ჰელო. დავიდე ძირითადზე რა. ხო იცი, საქართველოს ჭამა არ არსებობს მის გარეშე. ყოველ სანამ ხდება ყველგანარი ჭამას მა. კაცების მაყურებელი კი გაიგებენ ხა. ძველი გადაცემიდან არის. კი, კი. თქვენ გადაცემას გაუმარჯოს რა. უსურვეს განვითარებას. ეხა როგორც ხართ, რავი რა. ერთი 100,000 თქვენ რო ხო ჩემი მოწევი კი აღარ ხარ მე. ახლა ელაპარაკე. რაღაც მომსვლელები. გაჩერდი. ეს არის ბიჭო ამბიცია, ხო? ხო იყავი მოსული, კაცო. ხო იყავი მოსული ერთხელ. ორჯერ. ორჯერ რატომ მეორჯერ მე მოვედი.
არა. იქა. ერთხელ საჭველად მოხვედი, მეორეჯერ პროსტა საჭველად მოხვედი. ისეც მოვალ, კაცო და ისეც. ისე მოდი, აი ხა 40000 გამომწერზე რო ახალთ ვერე კიდე მოდით. კაი. მოვალ. No problem. არ არის პრობლემა. სიტყვა მაყურებელს გაუმარჯოს ბებო. აიცი. აი მუშაობ არა ისი მომთხო ამაზე. ურა კაი. იწო ძალიან არის ეს როგორც. კაი. რა ზიჭვანე ვიდეო ალი კაცო. ეგ რა არის ახლა ერთ რაღაცა ადგილი სამაშა აქვს ადგილი. რა პირდაპირ თქვა სიტყვა ტრაკი რა ის. ტრაკი რატო აცოდი სიტყვა? ვერ გავიგე. ადამიანის ნებისმიერი ორგანო შეიძლება რომ ორგანოა რა თუნდაც არ უნდა იყოს. ჩვენ მივანიჭეთ ამ ორგანოებს ესეთი დანიშნულება. ადამიანებზე რომ ცუდად გამოდის, სწორედ. ტრაკი ჯიგარი მაგალითად. აი ჯიგარი ხარ, რო გეუბნები ეს სხვა ჯიგარი სხვა ორგანოა. ჯიგარი. ორი ჯიგარი. გაიგე? მაგრამ უყურე კარგად ხმარო. ამ ტრაკს რატო ხმარო? ცუდად ვერ გავიგე. აი მოდი ახლა კაია ლაპარაკი გავაგზავნე ნახე რანაირად იყურება ეს გოჭი კაცო. რაღა იყურება თავი ამას არა აქვს, საიდან იყურება? ტრაკიდან, წეგან ზემოთ აღნიშნული ორგანო რა. ეხლა ჩვენ ეხა იმერლები ხაჭაპურს არ შევაფასებთ. ხო. ქართლში გაკეთებულს რა. და ესე თბილისში. ჭადი და ყველი? არ ჭადი და ყოფილი ხედავ. ხოდა შორის სანამ დავიწყებდით ამ YouTube მოღვაწეობას, TikTok-ზე რამოდენიმე ვიდეო ვცადეთ და ჩვენი პირველი სახელი იყო ჭადი და ყველი. კი, უხდებით ისე ხოდა. просто ეს ყველს არ ჭამს. არა, შენ ეს არის მჭადი და შენ ხარ ყველი, იმიტომ რომ თუ დააკვირდი, ხო? ყველი? ყველი თუ არ გენანება, უფრო დიდი ადებს მჭადს, ვიდრე მჭადია თითო. უოჭველი ყველი, ხო? უოჭველი ყველი. აგიდა. სწრაფად რო თქვა სხვა სიტყვა გამოდის. არა, მაყურებელი მიხვედრი მე გაიგებს, გამგები გაიგებს. სხვა შორს ეგ სახელი წაგვართვეს მე. უიჭა ცოტა გამოვიხედე თვალებში, თუ დიდი არაყია. არ ვიცი, ვინ, მაგრამ წაგვართვეს ეგ. ვინ წაგვართვა? ყველა მხრიდან გვებძვიან. ყველი კაია. იმერულია და მაგით. იმერული, აი, მაგ ზესტაფონშია მოწველილი, რაღაცა იქნება. ფაბრიკის. ზისხლი რომანი. ხუნილით, ხო? აწედია გამლახო. რა, თქვენ გაგინებენ მერაშუაში. მე ყოიცა წავალდო სოდავთავ. ზირთად ეკავდა ამლაპარაკი, თუნდაც სპეციალურად. საქამობის გაფართოებას ხო არ ამბირებთ? რა არის ის ჯერაცა გვაქვს იმას ბოლომდე კარგად მივიყვან. ეხა დღეს შენებლო ამდის იქ მე რო აქვა გადახურვა მიდის. ალადაც? გარესიფცის გადახურვა მიდის ისე რომ მერია არ გაგვიტრაკოს. სანახავია გიგი ეს ყველაფერი. ერთი გვერდი იფარება რომ ქარმაც არ შეაწუხოს. სტუმრები და რავი რა ნელ-ნელა ვითარდებით რა ჯერი ყველაფერი არის ბევრი რაღაცა ორი თვე არ არის სასკვების ობიექტისთვის ვაფშე ბევრი საერთოდ ეხა თავარი გამოვასწორეთ რა თავი რო გვითავდებოდა აღარ გვითავდება და 12-ზე ვიხსნებით 10-ზე ეს ავხე 9-ზე ვამთავრებ აი ხო დისციპლინა ხო ის ყველა სფეროში ხო ბიჭო ნელ-ნელა გამოცდილებას ვუაქვს რა ყველაფერი რა ჩვენთვის თავარეს ვაწებოდეთ იყო ხარისხი რა და აღმოჩნდა რო ხარისხთან და ხარისხთან გემოსდეთ სხვა რაღაცებიც ბევრია საჭირო. ჩვენც აი დავიწყეთ გავხსენით ობიექტი, ამას ახლა პატარა გადახურვას გავუკეთეთ. სიმაღლის ხوار გეშინიაო გიგეთ. ხო. უი ხო მირეკავს რომ სიმაღლის ხوار გეშინიაო რა ჩაგაცემაში და დაკმადიჟო და მე ვთქარი თუ გადაგდებას მიპირებ კი და თუ პროსტა არა დავარჩე. თუ გავარ არა ისე სკამებია მოგვეტანათო. ბევრად უფრო კომფორტული იქნება. საქაობეში ესე მაქვს გარი ჭამა. კი რაღაცა სოუსი. არა ეს კაიფო. ეს ქათამი არ ვიცი, ქათამს ნახავ ახლა. ქათამი გასინჯე? ახლა ჭამი. დაუშვი კაცო. ადრე სანამ ჩაირთვებოდა. მე დაუშვი კაცო ქათამი. თმები შეპარვია ამას. კოკაკოლა არ გასპონსორებთ, ხო თუ არ თქვენ? კოკაკოლა რა ხდება ჩვენ მითხარით უარ. რატო? წყალს ვერ გადავაგდეთ. და მოგვიწია უარის თქმა. მოიცა ეს რა გვია? კაროჩი ამ თემას ვაფასებ. ჩვენ ძეგილია მოგვიღო ესეთი რამე. თემასთან რო იქნება დაკავშირებული. რაც მომაშინოთ შეგნებულად არ მოყვა. და მე შეგნებულად რო გავილანძღები რა გავაკეთო ვითხარი უკარო სახში ვერ მივა. ამოვჭი, ხო იცი ახლა ჩვენ კაი ქათის სპეციალისტი ვქო. აბაჟუდან მოდიოდა მამა ჩემი. ვიდრო იყო. აჰა. და უდნავ ნასვამე ბრძანდებოდი. აჰა. და მანქან მაშინ ხმა მოჩემ ეხა გახდა რა. მაგრამ ძალიან არა, მაგრამ სუკანი იყო ეს. ვერ წარმომიდგენია რა, რაცა. განახე ფერეს სურათებს აწერია უკვე მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა. მართლა? თენდება თუ გამ. ხო და ისე რაცია და მოდი და 3-ჯერ უფრო დიდი ორი ძბაკაცი უზის უკან რა, ნივით მოდია. ხო. და ბიჭო ღორს დაეტაკა გზაში რა. გაიგე ღორს დაეტაკა გზაში თუ ძროხას. ხო იცი.
წინა გადაცემაში არ ეუნებოდი ღორის ამბავი მოყევია და რო არ. მე ძროხას დაეტაკა იტოქს და გადახეთქა და. ისეთი არ იყო რა, ეხა ხო წახვალ რა, ვინაც გაიგებს, მაგრამ ეხა ხო არ წავიდოს და რა, ეხა იდეა რამონტია. ნუ ადამიანი. ამით ხო რა მაშინ ეს დრო იყო რომ თელი იმის ცხოვრება ეს ძროხა იყო და. შეიძლება ოჯახს არჩენო ვიღაცა. გავიდა, ჩავიდა მანქანა, გადავიდა სოფელში, გადაძახა ვიღაცა მოდით ეს ძროხა ნახეთ ის იყო რაღაცა მოვიდა პატრონი და რაღაცა რაოდენობა დოლარების გადასცა. ო რაღაცა წვანე. ისე მოუწია რომ მაგ დროს მაგ დოლარებით 1-4 მოვიდო და ეგეთი რა. გაგიზდა ის თო ჯერ ხორს უდებდა მანქანაში და ამა გიჟი ხო ხუთარი ძროხა არ ჩამიდა. ეგ ორი ტარიკი მიდით აგერო. ხო და არ გაგიშებთო იტოქში და უნდა წაგიყვანო ჩემთანო შანსი არ არის ამას შეგიწვათ გავასწრებ რაღაცას იტოქში არ მოეშვა და მამაჩემ შეახედინა მანქანას შეხედეო თო ეგინები მიზიან ჯერ მე შემომხედე მე ამას მოდი არ გინდა რა ჩვენი წაყვანა რა არ მოგოშაო და მაინც და მაინც მთლად კარგი იდეა არ ხო არ მოეშვა და წაიყვანა და მესამე დღე თენდება და იმ კაცს რაც ყავდა ყველაფერი დაიკლა ამათ ვაბიჯი გვერდზებებს სოფლიდან ის დაკვრილები გადმოიყვანეს იქ რაღაცა და უკვე მეზობლის სიმაზე რო არიან გადასულები ქათმების დაკვლაზე ამ კაცს გამოუდო მამაჩემს პადროშკა და გაიყვანა რომ აჰა ეს ფულიო და იქნებ წახვიდე და მამაჩემს ეუნები რაკენი თქო რამდენად ერთი მაგდენი დაუმატებე და ისე უკან ვიბრუნდით საბაჟოზე ჩვენი მორიგეობა გვიწერდა გავაგზავნეთ კიდე საჭო შემოგვიერთთ მოდი კაცი არ მინდა დავიდა მაგრამ მალე დავთავრეთ ხო იცი ახლა მის კოლაბორაცია ამასთან ბოდი აი კოლაბორაცია ეს ანარეთ შემოვიდა პირველად ჩვენ ვიდეოში короче პირველ ვიდეოს ვიღებთ რა ვქნათ და დილას გათენა წინასწარ მოვილაპარაკეთ რომ TikTok-იდან გადავდივართ იმაზე YouTube-ზე ხო და მაგონას მე დამანები რა არ მინდა YouTube-იდან აი YouTube-ი და იგი ხო მაგრამ ქუთაისში მერჯერ ხალხო ჩასული შენ მაინც ეს ლატვაი ფრაზე ო არ მინდა ჯერ ვერ დავშვი ჭამში კარგი მოწყოლა მეთქი და ვარ კომპიუტერში ჭამე მეთქი გიყურებს ხალხი რა გაგიცნოს ხო და ობრა ცხარია ბიჭო არ არის ცხარე თქო აჯიკით არის შეზავებული კანი და გოჭისა და კატვის ხო და რას ვამბობდი ახლა რა ვქნათ მეთქი რა ვქნათ რა შეიძლება ახლა რომ გამოვიძახოთ ან სად გადავიღოთ თავში არაფერი არ ქონა მოწყობილი და წამეთქი უფ ეხა ხო რა საბო პავილიონი გაკაშენებული არაფერი არ ქონა მოწყობილია ბიჭო რა ფერისტი არის მაიცი მერელი რო ხარ ცოტა ყოიცი გაკეთე ბიჭო არაფერი ეხა ხო ხედავ ყველა თელი თბილისი ჩვენია. საგი მითხარი, საგი ეგ წავა. ხო და მე მაშინ ეს იდეაც არ მქონდა რა და ახლა ხო გვაქვს რომ მეთქი ამოდი დადექი აქ. ამოდი დადექი. ხო და ვაფშე ეგეც არ მქონდა და მე ავიდეთ საფრანგეთში. რატო არ ხოდა კარებს არ გიგებდეს ხვედი. არა, გასაღები არ მქონდა. აი იმ სახურავზე უნდა ჩაწეროს. შენ ის რა შენობა? აი გამოვიძახოთ მეთქი და ავდექი და ხო მაქსის ბურგერი. გამოვიძახე 12 ბურგერი. ამოედის მოუ ჭამეთ აქ იმის დედა 3 დღე ვიყავით ცუდად 12 ბურგერი შევჭამეთ თითო თან შეხედე დილის 10 საათზე ეუ რამდენი დუბლი გადაგიჩნდათ რა იყო ამ ლოკაციაზე არ მოდიოდა რა იმიტომ შორს იყო ძა კურიერი მირეკავს აქავარო იტალიურ სკოლაში მე თქვენ რა გინდა თქო მაცადე ერთი წუთი თქო როგორ უთხარი აგერა ვარ აგე რა კომფორტულია დაბალი რო ხარ რა კარგად დგავარ აბა ეს რა ეს იგი ვერ და არა ვაფშე ესე ვერ და შედი საერთოდ არ არის კომფორტული მაგრამ აი რა არის იცი თუმარი ვარ დღეს და კამერას გათიშავენ მე მითხარი უკვე რა იყო ესე ბოჯო სხვა სტილის გადაცემა მიყვარს საერთოდ აღარ ბიჭო არ გიცხოვრია მე ხა ჩემ ამბავს ვერ მოყვევი პროსტა სანამ ამბებზე გადავალთ მეგობრებო არხი გამოიწერეთ ვიდეო subscribe გააკეთე subscribe გააკეთე და ზარეზღილაკი გააშიო შეატრიალი მაკარონი ისე მიკროტალღურში გაგიცივდა გავაგზავნოთ ის მაგარ ჯერ მაკარონს ვის აქ მიკროტალღური როიბეს არაა გარონდა ის რატო გიგის აქ მიკროტალღური არა მაკარონი არა აქ ყოველდილით მაკარონის ას მართლა? ო შენ ვარჯიშობდა რა ნახში წყლები და ვაფშე არ მივარჯიშე და მოდი ვიჩხუბო აი კალენა ვიჩხუბეთ არა გავთიშებ კარგი და დავწოდეთ აი სხვა შორის არა მე ვარჯიშებ და წყალში გავსუქდები 47 კილო მომიმატე წელიწადში რა ოკეი აჭამი ამნა სვი უფრო სვი გადაყოლილი რო ხარ ამ მაგარონზე მოგირი ჯიქას ხარ დეიზღა დალეო ო მაგით რაღაცა ახალგაზრდობის ახალგაზრდა ხარ ხო ბავშვობის რამე მოკევი წყალტუბოში გაკეთებული ვაფშე წყალტუბოში მაგას მე ვადა რა გასული და მე კი მომადგებიან და შესაძლოა ვადა აკაც მაგას ჯარტი რო ჩავაბარეთ საზამთროების საყიდლად მაგ ჯერ ვადა კი არ გასული ჯარტი ჩავაბარეთ სადაც მოგეპარა და ისაზამთრო
ხო, მაგრამ ისედაც რომ მოგეპარა პირდაპირ. მასე არ გავოდიო. მე რაც მინდოდა იმას ვიპარავდი ხოლმე, სადან რომ მინდოდა ლიჩეს სადაც ვიპარავდი. ასმელა მე წავედით ლიმონათი საზამთრო ნესვი და ვიქეიფეთ იმის დედავატირე რა. ლიმონათი საზამთრო ნესვი და რითი იქეიფეთ? მაგითი. არაყი ვინ აა ჩვენ დროს აიღო. სად იყო 10 ყოველივე. მოკლედ ეხა დასკვნითი ის გავაკეთოთ, შეფასება ვიცეთ. მოკლედ, რა ვიცი, დაიწყე მე და სტუმარი ხარ, მიდი გლიჯია, პარა რა. როგორ შეფასება? რა არის იცი? გულით გეტყვი რა. კოჭი ძალიან კარგია, ოღონდ პროსტა აი ოდნავ წუნია ვინც არის არ შეჭავს, იმიტომ რომ თმა მართლა მაგრა ეთყობა. აი მაგალითად მე. ხო, ნუ ახლა ამან არ ჭამათ მის გამო რა, ეხლა ჩვენ ისეთ გაჭირება გამოგვიული. თმაკი არა რო არ შეესახა. კოსყად რო არა მაინც ჭამდი. თავის ფეხით რომ მოსულიყო. შეზავებული ძალიან მაგარი არის. ხორცის კაია და კანიც საკაიფოა, პროსტა ცვეჩი მართლა ალბათ რაღაცა გამოვიპარათ იმენა ამაზე, არ მგონი ესეთ გემრიელს აკეთებდნენ და არ პარსავდნენ. არ ვიცი. ქათამიც იგივეა, შეზავებული კაია და ქათამიც ბიჭო, არ არის გაპარსული, პროსტა შეტროსულია, კაიგე? ანუ ორივე არის შეტროსული და აი ბებია ჩვენები რომ 1 საათი ამ ბრიტოს უსვავდნენ ეგაღარა. ხო, ცხელ წყალში და ჩამოპუტე და რაღაცა და მე შეტრუსე და აი რა. სოკო არ გამისინჯია. მაგრამ ზეთიანი. ჟავი კარგია. ჟავი მართლა კაი. ჟავი მართლა კაია და ეს არის ღვიძლი. კუჭმაჭი. კუჭმაჭი? და კუჭმაჭი არ გამისინჯია, იმიტომ რომ წეგან როგორც აღუ. ხაჭაპური გავშლი და კარგი ცხელი რო იყო, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა. კი. ხო და რა პრობლემა და კუჭმაჭი და სოკო არ მიჭამია მართლა, იმიტომ რომ პახველიაზე ვარ ისეთზე რომ ნაბახუსებზე ვარ ისეთზე რომ რაღაც ბიჭო ძალიან მკვეთრ გემოვებს ვერ არის. ხო. მე კაცი. ხო იცი ყველაზე ახლოს ადამიანი ორშულ კართან როდის არის პახველიაზე როა. სუმჟავე უნდა ჟავის სუნამუს სუნსაც ვერ ვიტან ბიჭო პახველიაზე დაფსუნებსაც ვერ ვიტან. აუ დღეს მაო მართლა ხო გეუბნები დღეს დილას ხმა ქონდა რომ დაურეკე. ჯერ მე მგონი რა იყო ვერ გაიგო სად იყო ვაფშე. სად იყო კი რომელი ხარ და შენ ხარ? გოჭი რო და ამა გამაღვიძატო ბიჭო თან ეს პასუხისმგებლობა ხომ მქონდა დაძინების წინ შერჩენილი რომ არ ჩამეძინოს სიმონ კაცი ბიჭებს შეფირდი მეთქი არ ჩამეძინოს და ტელეპური მირეკავს და არ ვიყავი გაგუზებული ძილში მოვკიდე. და ვიღე და გავაგებინე რომ ცოცხალი ვარ და არ გადავაგდებ, მაგრამ სხვა ვერ ხანში დარე აპარავა ხარ. აპარავა ეს გონდა. დილას რო გაცე ტელეფონი, ბიჭო ნახევარას ხო ვერ გევიგეო, მაგრამ მოვალო იგი გევიგეო მარტო. მოვადგათ რო გითხარი. მე რო დაურეკე კიდე ბიჭო დავიწყებ თუ შენ. ეს კარინერი რომ მოვალ. ხელი არ დე those goats. ხელი არ დე those goats. იგი შენ ასე იყო. ბიჭო და რატო როდის ავაჩქარე მოსვლა არის ცი გზაში მე გაცივდა ესო და მე ვიტყარი ეგრე დაგეწყო დილით მოდივარ. ბიჭო რაღაც წინადე უნდა დაგვახედრეია. არა, არ ვიცოდი თუ ეგრე იყო და. არა ბიჭო. შემდეგში ხინკალი, ჩემი აქედან წავიდე. ხო არ გევიდეთ მართლა. სახინკალი. აგერ იგი კაი სახინკალი. გევიდეთ. ავიცი. გათიშე კამერა. მომისმინა. მართლა გევიდეთ. ფასის კატეგორიაზე რას გვერდა? მართლა ამაში ხარ გაკეთებდი. 275 მოტანით. კაჩი 255 დღეს 5. ნუ ერთი 150 ლარის მართლა არის. ნუ იქნება, ხო. ნახე ახლა რა ხდება. მე რაც გავსინჯა, ყველაფერი გავსინჯა ასე თუ ისე. გოჭი მართლა კაია ეს კანი სიცხარეც მოაქვს კანს ხო? კაცუნი საკაიფოდ, შემწვარიც მართლა მაგარია, პროსტა მართლა ბეწვიანია რა. ბეწვიანია. ეგ ძალიან დიდი მინუსია, თორე გემო კაია. ეთყობა რომ ზუსტად გეტყვი რა რა გატრუსული აქვს პროსტა. პირდაპირ გატრუსული. ქათამიც იგივეა. როცა ბევრს აკეთებ. ბიჭო ხო რა როცა კომერციული მიზნით გადიხარ, გინდა არ მაშინ ვერ გააკეთე, რა მაშინ დღეში იზა, მაშინ უნდა მოიყვანო 10 ქალი, რომ დაჯდეთ და ესენი იმენა პარსოს და არა ვერ იზა. უკვე ხელფასები ისე ფასი ისე გეწირე ვეღარ გაყიდო. ვერა. ან წაგებაში წახვა. ან უნდა გაყიდო დღეში 10 ცალი და კომერციული მიზნებით რომ მიდიხარ. ვერა, ვეღარ. იქ იქნება დარეკავ და ჩემი გაპასი რაღაცა. ქათამიც ახლა ეგეთი იყო. შინაურის შინა. ქათამიც ეგეთი იყო. შემწვარი ეგეც კარგია, მაგრამ ამასაც ბეწვი. შემწვარი შეზავებულის კაი არის, პროსტა ესეც გაუპარსავი. კი. მექსიკური გაპარსულია, მექსიკური გათლილია, გათლილი. გათლილია ნახეში. ნახე, დამწვარზეჩია გაკეთებული თუ რა ეგ. არ გინდა ბიჭო ეს. აუქნა ახლა. შენთან ვიყავი ზომა მოსული, მეორეჯერ არ მივდივარ ზო თან მომეწონა გადასარევად არ სადა. აი რო იყო, ხო მე ვიდა კაცი მეორე. ხო. მე არ წავმიყვანა. შენ გზაში შენ ხდეს? წამოდ მე არა ახლა მცელია მასა მუშაობ თავი. ხო ვიცი მითხრა და ისეთ სიტყვებს მოგიხსენია პროსტა ვიდეოში არ ვიდეო გავიგე. და ვაფშე და იმ დღეს რომ მოდიოდე მე რომ მომტეხენ და დამტოვენ და ეგ როცა მე გვეყვანა. ეგ გაიუხნია. ეგ არაცა უყურებ ძალიან ძილი დამიჯდება.
ამათო ერთ დღეს ვერაფერი, ამას ორი მართლა იყო, გაიგე? აი, კიდე, აი, გიორგი არის. მოდი როცა გინდა მაშინ მოდი ხო არ გადავ. ოღონდ კამერების garaში რა, ჯერ სანამ 40,000-ზე ხვალ არა ხვალ კამერებით არ მოხვით. კაი. ხო და მოტივაცია იქნება. და 40 ვერა, მაგრამ ჩემთვის მოტივაცია რა არის, იცი რომ 40,000 გამოწერო გიყო რომ მე კიდე მოხვა. მოვალ. ის ჩემი იმის რეკლამას ხო არის. მაცადე გეკ. მარტო შესაქმეს ხო არის. 40-ზე ხო მოვალ. 80-ზე. 40-ზე ცუდად გეს, მოდი 43-ზე. 40-ზე მოვალ შენ და უკვე აღარ გონია რომ რამე დაგხვდეს 40-ზე თუ 43 იყო. 43-ზე. ხო, მეცხრე დღეს გამოვალ შენთან ესე ამ 39 და 900 მივიდეთ. 39 რაზე მევიმატოთ დევიკლოს პატარა და მალე მივიდეთ. მალე. ეს კარგი იყო, პროსტად ძალიან ზეთიანია. ყველი კაი იყო. დანარჩენი რა გავთ ჟავი კარგი იყო, ჟავი კარგი. ჯე ქათამიც და გოჭიც კარგი იყო, შეზავება ხო. პურიც კარგი იყო. ნუ პური ეხა. ნუ რა. პროსტ ეს ჭამე, უი. ცხელი კარგი იყო, პროსტ ეს კაი ზეჩი ტივტივებდა, მაგრამ ახლა რა ვიცი, ახლა ესეთი. ეთყობა ცხიმიანი გზისგან. ცხიმიანი გზისგან არინანებად. არინანებად. ნუ საერთო შეფასებით 10-დან რამდენს დაუწერთ. ყველაფერი რო შეაჯამო ერთად, ახლა ის კაი იყო, ის ცუდი იყო რაღაცა ეგრე. 7. 7.5 მეფიქრ. გამოიძახები თუ არა? კი, კაცო. კი, ეს იმენა სერიოზული, მართლა მაგარია. მართლა გიო. რესპექტ, პროსტა ხო რა. ბიჭო, აი პროსტა რა არის? მე ხა მაგალითად ჩემი პირადით რო გითხრა 900-ს დაუჭერდი, მაგრამ მე რო გამოვიძახებდი ძმაკაცები ვიწყავს, ცოტა ისეთი ხალხია, პაგაზუხა და ვერ შეჯამდი. თმის გამ. მაგიტო 7 თორე. დედასწორ გემრიელი ყველაფერი იყო. კი, გემრიელი მასალა. რაც გავს ინჯე რა. მარტო მე რო ვაფასებდე და საზოგადოებას არ ვეუბნებოდი არაფერს 10-დან 900-ს დაუჭერდი. 10-დან 9. უშე შემოგეული. ბიჭო, ნახე ჭიქებში რამდენი გეუბნები, ყველაფერში ფული აქვს გადახტილი კამერების გარდა, ასე გოჭი და ჭიქებში აქვს გადახტილი სამ კამერას ეკეთებს. მაგ შენ ხო გითხრა, რა გიჩვენო და ახლა აქ მე რატო შევხვდეს ალმასებ გასლული ვერცხლი ჭიქა? არ წაიყოლოსო იფიქრე ეს რა, თავი ამათეცა. არა, მე შემოატრიალე. აქეთ მაგ. აქეთ მე ორივე ისეთი მომცეს, რა. მაინც რაიცი, რამე არ გადაუტრიალდე. ყველაზე კაია იყო. ავეჟო გაგიშლი თუ გინდა, ხა. არ მინდა გადი ეგედან. ხო და რა გიჩვენო და ახლა მითხარ კიდე გამიმეორებ კითხოს, აქ ცელოიდის ჭიქები დაგხვედრა და თუ. რა იყო ბიჭო? არს დამილევია და რაია. სავლარიანი ხაჭაპურია მოგვეტან თუ ამნარკაი სუფრა ყოფილი. შეხედულებაზე კი არ ეთყობა რომ ესეთი სუსტი სმელია. გააჩერდი ქათამია. ბიჭო, ნიგოზეთში რო ჩავდივარ შეძლოს რომ არ ახსნას ფენ სიგარეს რო უკიდებ ცეცხლებოდის. ფუ ისე რო კეთებდა, ხო იცი ესე რომ სიგარეს რაცოცხლება ფუ ესე შვებ. იქეთ ჩვენგე რა. რა უწია ხმას? ცოტა იქეთ რა დასავლეთისკენ ყველას ეგეთი არაყია. ბიჭო კი. იტოქში ისე განვითარდით რომ იმან ეხა სხვა სამსახურში მიდის კაც რუკარო და დასახელებ და ესეც სხვაგან მუშაობს და ამის გარდა არაფერი აღარ გეკეთებინოთ ისე აკეთოთ. შენიერი მე მაწყობს. მე მაწყობს. რა ვქნათ 20-ზე საწავიდით. რომ ხალხმა იცოდეს და მე რაღაცე 20,000-ზე წავიდეთ იმაზე რა. ნიგოზეთში. ყუბეს ვაკეთებ სხვათა შორის ე. მოს ცოტა ისეთი ადგილია რაღაცა კაი ადგილი ამოვიჩიო თავისი სმაჭამი რა თქმა უნდა. 4 წლის წინ ჩავედი პირველად ნიგოზეთში და როგორ დაიწყო იცი სოფელი. გადაო? მოიცა, ის ვიდეო მისაროა მამაშენი და ბიძაშენი კაცები ორი. მაშინ ვიყავი 2 წლით ადრე ვქონდა ჩასვლა დაწყებული რა. მანამ ნამყოფია რო. მართლა? არსად არ ვიყავ სოფელში და ხო გადავდე და მე ბაბუაჩება იცები ხე ცოტა. შელა. ჩადიო შენ მაინ ჩადიო და მეთქი რა არის მართლა ჩავალ ნახავ. აი ეს ან დაკეტილი სახლია ესე გამოდის. აღარ არის დაკეტილი. 20,000-ზე წყალტუბოში წასვლა 20,000 გავწეთო და რაღაცა ისეთი ქენით. ხო. ნათ არ მინდა რომ რაღაცაში გამრიონ, გაიგე? ზოჩი, ჯერ მოისმენს და აქედან გადახტით თოკით. არა გამორიცხო. 20,000 ევროპაში გადავიღოთ ვიდეო. მაგას ერთი რა რაღაც იყო. 20,000 რა თუნდა? 20,000 ჩვენ სამე ევროპაში გადავიღოთ ვიდეოს ad. მაგას მაგუთი უნდა. მაგრამ 20,000 თუ ახლავთ მაგუთი. ახლა 20,000 რაღაცა პარი იმის ფული. ევროპიჭო რაღაცა ისე. რაღაცა პრაღაში თუ არ წადი იმის ფული თუ არა ბიჭო, პრაღაში ჩასვლა არაფერი. რაღაცა ისეთი უნდა დაპირდეთ, რომ ხალხს მომუნდეს, რომ 20,000-ზე ახვიდე. აი შენ გადაიპარსე თმები, შენ მოუშვი ის თმები. რაღაცა დამაჭდა. რა შეცვალოთ? პირიქით იყო რა. არა. თმებს. აი 20,000 გავუძინე, თმებს არ იპარსავ ბიჭო, მე ის უფასოდ ფული გადავიხედე გუშინ. რა აი მე რა დავალება მაგ? შენ თმები უნდა მოუშვა როგორიც აი აქამდე, აი. ვაღაც ანდირი ხაინდაჭი. რა 20,000-ს არ ამგონი ორ. ბიჭო რა გვაპარებს გორდულად. ევროპის იდეა მომეწონა მე. ევროპის იდეა მეც მომეწონა. აი 20,000. ხონა ფინანსებთ? ხო, რა თქმა უნდა. იქნება რაღაც, ან ჩვენ ასაკამობე. არა. ჩვენ ავდიოთ 20,000-ზე და დავაფინანსეთ მაგის დედაცვატირე, კი? 20,000-თან ვიღაცა იქნება. არა ბიჭო. ზოლიანი ტურები ან რაღაცა. აიგეწერე მაგას მე დავაფინანსებ ნახევარს. არა.
ახლა ის არ გვი მონღოლეთი რაღაცა მე უჯიშო ქვეყანა მონღოლეთი ძვირია თქვენთვის მე გეტყვი ნახოთ მე რომელიც ყველაზე იაფი იქნება კირგიზეთში ცხენის ხორცი ბიჭო ბიჭო არ მინდა აზიაში წავა ევროპა უფრო მე ევროპა ბიჭო ხავს უნდა მოანდო ევროპაში თვითონ აზადიან რაღაც ისეთი უნდა ნახოთ აი აზიაში წავა აზიაში კირგიზეთში აზიაში ვაფშე ავღანეთში წად ავღანეთში შეიძლება აბა რატო უნდა დატრუმო მაგას წევიდი მაგრამ აი იქიდან მეყარე როგორ გეკადრე კაი მოდი თქვა მე გეტყვი რა უნდა კარჭე 39900 ამას არ უნდა რა ჩენი ოჰო ჩინასა გიპირეს ავღანეთიო ტაჯიკეთიო კაი მოკლედ დავპირდეთ ხალხს 20000-ზე მივდივართ აზიაში რა ქვეყანაში მაგას უკვე საიდუმლოდ დავტოვებთ ბიჭო ამ ვიდეოს არ როებდეთ 20000-ზე ვერ რაშო ემი რაცხა იქნება აგინდა ახვიდა ჯერ ერთი ესე ბარი ვერ ახვა ამ შეხედა კიდე რა არა ბიჭო მართლა ვიცი ხა პირველი ხო რა ხარ თქვენ დაიძრა იცი მივდივართ 20000 გამოწერზე აზიის რომელიმე ქვეყანაში რომელში ჯერ ჩვენც არ ვიცით მოვიფიქრებთ აუცილებლად მაგი არ უნდა კაცო მივდივართ აზიაში მაგრამ ხო გავაგებიებ კაცო მე სადაც ვიდეო მაგრამ ასევე რასაც ბატონის სოსო შემოგთავაზეთ დაუი ავარჩეთ სოსოს რომელსა ვერაუძე ვარ აბე 1000 ზოლიანი ტურები და რაღაც 1000 ტურისტული რაღაც ნახა ეს სოსო შეიძლება შეიცოდოთ ხო არ არის გამორიცხული აჰა სოსო გეხვერდე იზია გეხვერდე ეკა უკვე აღარ გაგიშვი შეიძლება გაკვირდეთ და გეთქვა რომ იგი ბიჭო რაღაცა სოსო აი დავიმშვიდობოთ ხალხს და ისე აქვე ჩავიდეთ და გავაგზავნოთ ბატონ დავით რა უნდა თქვა აქტიურეთ ზარიზგება კი იმერული ვაიბები სიმონ სერიოზული ვაიბებია და გამოიწერეთ რა და დაცებით გამოიწერეთ და ფოტოსინთეზით იმათით გავუწვანეთ კი ჩავშოთ მაგას გას ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი TikTok-ის არხი და ოი TikTok-იც გა აპა რა ქვია იმერული ვაიბები რა ხდება ხო გითხარ მაშინ იმერული ვაიბები მაშინ ვერ ხო ჭადა ყოველ TikTok-ით დავიწყეთ პირველ ვიდეო გლიზეთ მახსოვს რაღაც ეგეთი სახელი მაგრამ თქვენ და რაღაცა ხოდა წავართვეს მეთქი იქ სახე ვისა ბიჭო ბიჭო გიჟი ხო არა ვერა ეს რაღაცა გიჟი